ჩვენ ყველა ერთად რა წნეხსაც გავდივართ, LGBT აქტივისტებმა ეს წნეხი უფრო ადრე გავიარეთ. ჩვენ რუსული კანონის ძალა ვიტყნიეთ იქამდე, სანამ რუსული კანონი საერთოდ დაიწერებოდა და მაგის დაწერის იდეა გაჩნდებოდა მეთქი და ზუსტად ეგ არის. ანუ ნებისმიერი ეს კანონი, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ნელ-ნელა ადამიანებს თავისუფალი სიტყვის თქმა შეეზღუდოთ, ნელ-ნელა გავჩუმდეთ, დავსუსტდეთ და მოკლედ ვიქცეთ მართლა რაღაცა რუსეთის უკანა ეზოდ. რუსული კანონის ფუნქციაც ზუსტად ეგ იყო. ოფშორების კანონიც ეგრე არის, ზუსტად რუსეთის უკანა ეზოდ ქცევას პირველ რიგში ეგ განაპირობებს, რომ უამრავი ეს ფულის გასათეთრებელ ქვეყნად ვიქცევით ვიღაცებისთვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის. პროპაგანდა როგორც ასეთი არ არსებობს საერთოდ როცა ეხება საქმეს ისსა და გენდერს. ვერანაირი პროპაგანდით ორიენტაციას ვერ შეიცვლით და თუ სქესი და გენდერი იცვლება პროპაგანდით, მაშინ თქვენ ყველა აქედან გეები და ლესბოსელები გახვალთ, იმიტომ რომ LGBT აქტივისტები.